წავიდეთ ბაღში? მაჩვენებ როგორი ზურგჩანთა გიკეთია უკან ზურგზე? როგორი ბაჭია, რა საყვარელია. მოდი დაჯექი ხა ეტლში და წავედით. წამო ბილეთი უნდა ვიყიდო მე. ერთად ხო, ოღონდ ეტლში დაჯექი. მოდი დაჯექი. ესე ვერ წავალ, დედიკო, შენი ბაღი შორსაა და მე ხო ბილეთი მაქვს საყიდელი. კარგი, მაშინ ცოტა გავიაროთ ფეხით და მე ეტლში დაჯექი, კარგი? ეტლს მე წამოვიყვან მანამდე. ხო, შენ თვითონ გაივლი ფეხით და მე ეტლში დაჯდები, ოკეი? გზაზე შენ თვითონ გადახვალ? წადი შეჭორიკა. ჩემი დამჯერე გოგო. როგორც კი ვიყიდეთ ბილეთები, ეგრევე დასკუპდა ეტლში. და სად მივდივართ? სად მივდივართ? ბაღში. ჩამოგეძინა გოგო? ჩამოგეძინა გოგო? თუ გაბუშული ხარ? ой, როგორი სერიოზული გოგო ხარ შენ. დილამში მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მე და დანიკუნა. როგორც ნახეთ, მივდივართ ბაღში. ევეკო ბევრად უკეთ არის. საუბარი დაიწყო წესიერად ბავშვმა და სიცხე არა აქვს და ცოტა ტანზეა გამონაყარი. ხო და ანტიბიოტიკით დარჩა 1-2 დღის დასალევი, მეტი აღარ. ნასა რომ ჩვენი გოგო გამოკეთების გზას არის. ახლა დანი უნდა დავტოვო. მე წავალ სამსახურში. და იქიდან რო წამოვიყვან მე დანის. რადგან სამსახურში რომ მივდივარ, მივყავს თან ეტლი. ხო და მე მოვლენ ტორტი შეკვეთა მქონდა და ტორტს წაიღებენ. ისეთი ამბები გვაქვს. საკმაოდ ცივა მინდა გითხრათ. ისეთი სუსხივით. წავედი ხა დავტოვეთ დანიკო და მე ვიყიდოთ ყავა. რო შეძლოთ მუშაობა. ერჭიქა კარგ გემრიელ კაპუჩინოზე რა სიტყოდით? და გემრიელად ჩაი ხარხარეს. წავედით ვიყიდოთ ყავა. ამწვანდი, ურა! ვისთან მოსულა დედიკო? აუცილებლად დედიკო, შენი ზურგჩანთა გაგიკეთა კირიაი რომ? ჰა? ხო, დედა რა მაგარი გოგო ხარ. გეძინა დედა? ჰა? ადექი, ნუ მოწმინდე ყველაფერი გოგო. კარგი, როგორ ჩამოდიხარ ეს? წავედით. გადამწვარ, გადაბუგული ვარ. ეხა დანი გიჟივით მივყავს ჩქარა სახში რომ უნდა მოვასრო. ტორტის ყუთში ჩადება. რო წაიღო. და მე ამათ რამე საჭმელი უნდა გავუკეთო, ვფიქრობ კატლეტები გავუკეთო თქო. კატლეტ შეჭამ? ბიფტეკია ფაფას? ოი. ისე ძალიან უყვარს ჩემს კატლეტი. რა გინდოდა? რა გინდოდა სიხარულო? მე კორფლექსი. კორფლექსი? ხო. კორფლექსი და შუა დღეზე საჭმელია? მინდოდა, რძით გინდა? მაკოჩეთილა? მე მომენაკ. წუპაკი გოგოა ეს. კორფლექსი უნდოდა. ხორცი არ უნდოდა. წავედი. მოვასწრებ ყველაფერს. დედას უტირებ. საჭმელიც მოვამზადე, კარტოფილის პიურე, უგემრიელესი კატლეტით და ძაძიკის соусით და ეს არის უგემრიელესი პიტა, რომელიც მოაქვს ხოლმე ზურას სამსახურიდან. გამოვედით გარეთ, შემოგვაღამდა ამასობაში,
ისი არის სიბნელე თორე 6 საათია, მეტი კი არ არის. ხო და თან გავისერნებ, თან მარკეტში რაღაცები მაქვს, საყიდელი ვიყიდით, კიდე ერთი შეკვეთა მაქვს კვირისთვის. წაიღეს დღევანდელი შეკვეთა და ისეთი თბილი მესიჯი მომწერეს. გული გამითბა. დრონცულიკოებო, სხვათა შორის საქართველოდან ქონდათ შეკვეთა მოცემული. დედის გახარება უნდოდათ. სასაცილოები არიან. ორი ჭორი კანა. სიცივე რა თქო, რა ვთქვა? ისე რა. არცი ვაცა. მოგეწონათ გოგოებო? საახალწლოდ მუნიციპალიტეტისგან საჩუქარი ბავშვებს. უფასო ჩუქუ ჩქაროსნული მატარებელი. კიდე მოვიდეთ? აუცილებლად. კიდე მოვიდეთ. დამელოდე დედამანდმე, დამელოდე ევეკო. სომხების მაღაზიაში შევიარე აქვე ჩვენთან. რაღაცების ყიდვა მინდოდა და სრულიად უცხო ქალბატონმა. არ ვიცი უკრაინელი იყო, არ ვიცი რუსი იყო. გოგოებს უყიდა ეს ტკბილეული, ამაში არის ნაკრები სხვადასხვა კანფეტების, კარამელების, შოკოლადების, ესე საკმაოდ ბევრი არის შიგნით. და ძალიან შევწუხდი რა მხრივ, ანუ მე უხერხულა, მეთქი უღმესი მადლობა რატო წუხდებით, არ არის საჭირო თქო და უსურვე ბედნიერი შობა ახალი წელი გაგთენებოდეთ თქო და რაღაცნაირად ამ ქალბატონმა მოიწყინა. და მე რო წავიდა გამყიდველი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ უკვე ამდენი წელია მათთან დავდივართ, მეუბნება რომ ამ ქალბატონსო ეხლა ხანო დაეღუპაო 35 წლის ბიჭიო. და ისე ცუდად გავხდი, იმდენ ხალხში თავი ვერ შევიკავე, ავტირდი და მეთქი ჯერ იმიტომ ვტირი ვარ, რომ სრულიად უცხო ადამიანი ესე ყურადღებას იჩენს ჩემი შვილების მიმართ მეთქი და მთელი სული და გულით ყიდულობს და მე რო ესეთი ამბავი გავიგე, ხო ძალიან გული მეტკინა და ძალიან განვიცადე და მე მივხვდი მის გამომეტყველებას, როცა მე დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცე, რატო ქონდა ისეთი დამწუხრებული თვალები და ვითომ ეხლა რო შვილი რო დაიღუპაო, ესეო სხვის შვილებს ცდილობსო, რომ არ, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ არისო, რომ ესე ყიდულობსო ბავშვებისთვისო, ტკბილეულსო. ისე იმოქმედა, ჯერ ის იმდენად ემოციური ვარ მე და იმდენად ემოციურად ვღებულობ იმას, რომ სრულიად უცხო ადამიანი, თუ გინდა ნაცნობიც იყოს ჩემი შვილების მიმართ, პატარა ყურადღებასაც რო იჩენს და ეხა მით უმეტეს სრულიად უცხო ადამიანმა და თან ისე მოეფერა, მოესიყვარულა.
ძალიან განვიცადე. ძალიან განვიცადე. უღრმესი მადლობა იმ ქალბატონს კიდევ ერთხელ და რა ვიცი. ღმერთო ნურავის გამოაცდევინებ ამ სიმწარეს, რა სიმწარესაც ის ქალბატონი გადის ახლა. ხო და იმ მაღაზიაში ჰქონდათ მიღებული ასევე ეს ჩაის ნაკრები. ცხადშერს ადრე დანიჭამს მოცვის და რამხელაზე ისმის მისი წყლაბაწყლობი. შეჭამე უკვე დედა? ხო. ყოჩახ. ადრე მქონდა ნაყიდი, ოღონდ ამ ფირმის არა, სხვა ფირმის ჩაის ნაკრები, ანუ სხვადასხვა გემოები არის, აქ 6-ნაირი გემოა. ჰქონდათ კიდე 9 გემო იყო. რაკენი და ჩააგდე? 9 გემო ქონდა. ამჯერად წამოვიღე აი ეს. შოკოლადი მიდოდა. მოიცა და გაგიხსნი, მოიცა და რას ვამბობდი, ადრე, ანუ ძალიან ადრე მქონდა ნაყიდი, ალბათ 1-3 წლის უკან ესე ჩაის ნაკრები, სხვადასხვა გემოებით, ოღონდ ესეთი განსხვავებული დასახელებები არ ქონია. იყო კენკრის, მარწყვის, ლიმონის და ესეთი სტილის რამოდენიმე გემოები იყო და აქ 1001 ღამე, შამპანიურის შუშხუნების ფლეშის, შუშხუნები, ალბათ, ბერგამოდი და ტრიუფელი, კლეოპატრას ღამე, მარწყვის მარშმელოუ და სამეფო დესერტი, ესეთ დასახელებები აქვს და მოდი ნახოთ ახლა როგორ გამოიყურება შიგნით. გამოიყურება ესე. ესე 6 გემო და 15 ცალი არის ეს ჩვენი ჩაი. ისაკეთ უნდა. ვაშლი გინდა? მერთო ჩემო. მოიცა. ხო და ვახარ დავასრულე მოკლედ ამ ჩაისთან დაკავშირებით ვიდეოს გადაღება იმდენჯერ შემაწყვეტინა ქალბატონმა დანიელამ ამჯერად ვაშლი უნდოდა. და ესე გამოიყურება ყუთი და სხვა შორის ძალიან მომეწონა, ანუ საჩუქრადაც იდეალური ვარიანტია ჩემი აზრით, იმდენად ლამაზად გამოიყურება და შიგნით არის 6 გემო და 15 ცალი ესეთი შეფუთვა. ერთი სული მაქვს, როდის დავაგემოვნებ. მე და ზურას გვიყვარს ესე ცხო გემოს მქონე ჩაები და სხვა შორის ნარგოსაც და ნარგო მომიტანა ჩაი იმდენად გემრიელი, გამოზოგება რომ მოგინდება ერთი სიტყვით. ესეთი ამბებია. ეს ღირდა 7 ევრო ნახევარი. როგორც თქვი კიდე იყო მეორე ესეთი, ოღონდ შეფუთვა გარდან ქონდა ცოტა სხვანაირი, ოღონდ იყო 9 გემო და არ იყო ოთხკუთხედები, შიგნით იყო პირამიდები. ოღონდ რამდენი ცალი იყო, აღარ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ დავკვირვები ვარ. ხო და აქედან ახლა წავედ და გემშვიდობიან ღამეს გისურვებთ, გოგოებს ვაბანავებთ, თორე ორივე უკვე გადამწვარია, 9 წუთები არის. და როგორი ლამაზია, ძალიან მომწონს. მოკლედ შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.